ვერტყალ დაგლუშეთ, გაგახაროთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გვარავდეთ და როდესაც ვახსენებთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, მართლაც უფლის შემდეგ ჩვენი მეოხი არის იგი და ჩვენ ვიწვდის ხელს, გაჭირვების ჯამს. ღვთისმშობლის დახმარება ყველას განგვიცდია, ყველა ადამიანს. ხილული თუ ხილავი. ემოციონალური, მენტალურიც, სულიერით და თქმა უნდა ხორციელადაც. ყველანაირად ღვთისმშობლის დახმარება ყველას შეუგზნია. არ არსებობს ისეთი მონათლული ადამიანი, ქრისტიანი, არაქრისტიანიც კი თუ დააკვირდება ღვთისმშობლის დახმარება მას არ განიცადოს. ეს არის ის პიროვნება, რომელიც ზეციური იერარქიის მწვერვალზეა. ყოვლადწმინდა სამების შემდეგ მოდის. ღვთისმშობელი აკურთხებს და ღვთისმშობელი ეხმარება ადამიანებს გაჭირვების ჯამს, განსაკუთრებით ჩვენ აპოსტოლთა სივრცით გაჭირვებულ ხალხს. როდესაც ჩვენ ხილულ თუ ხილავი დემონური ძალები და ზოგს გონია რომ ეს დემონური ძალები რა ზღაპარია ან უხილავი როა რო ვერ ხედავს, ამიტომ არ არსებობს. ზოგს გონია რომ ის რაც გვებძვის ჩვენ, ამის უკან არაფერი არ იმალება. ყველა ბნების, ყველა ცოდვის უკან, ყველა იმ 7 მომაკვდინებელი ცოდვა რო ვიცით, ყველა მათ უკან იმალება გარკვეული დემონური ძალთა უხილავი იერარქია, უხილავი ძალა, რომელიც აღძრავს ადამიანში ამა თუ იმ ბნელ ინსტინქტებს და ბნელ გადახრებს და ბნელ ასე ვთქვათ ძალებს. მაგრამ ადამიანს არ აიძულებს, არ ძალადობს, მაგრამ მოქმედებს, გავლენას ახდენს მასზე. ამაზე უამრავი ლიტერატურა არსებობს, ახლა აღარ ჩავთ ლექციას ვერ დაემდგოს. ამიტომ რა თქმა უნდა, მართლმადიდებელი ასკეზა, მართლმადიდებლური ასკეზა ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, დაცვით აიარაღებს ადამიანს, დაცვა შეიარაღება, რომ დემონურ ძალებს დღეს რომლებიც ის პორტალები, ის ასე ვთქვათ, ლაბირინთები, რომლებიც ადრე დახურული იყო ამ პოსტტოტალიტარულ სივრცეში, თუნდაც გამოშლიგინდა და გამოიშალა და გამოიფინა. ის რაც ადრე თითქოს ვერ ვამჩნევდით, ან იმას, რასაც ადრე თითქოს რაღაცა თითქოს საცობიედო სიმბოლურად რო ვთქვათ, ეხლა ამოვარდა თითქოს და თავის უფლებაში თითქოს ჩვენი დრო და ჩვენი უფლებებიაო. მათი ესე ვთქვათ, ჩვენი ნება და ჩვენი უფლება რასაც გვინდა, როგორც გვინდა მოვიქცევით და გავაკეთოთ. ეს ძალები მოქმედებენ და დღეს, როცა არასდროს, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება დახმარება. რა თქმა უნდა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, მამა, ძე და სულიწმინდა, ყოვლადწმინდა სამება და მეორე ჰიპოსტაზი ყოვლადწმინდა სამებისა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვიცავს ჩვენი ძალით, გვიცავს თვისი ძალით ჩვენ. რა თქმა უნდა, მფარველი ანგელოზი გვიცავს, მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სადმი ვედრებას, ამიტომ სულ უნდა ვერ ვედროთ. უძახოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. არსებობს უამრავი კანონი, კი იცით ხო? ღვთისმშობლისადმი, ხუთგზის ლოცვები, ღვთისმშობლისადმი, კანონები, დაუჯდომლები, პარაკლისი, ღვთისმშობელ გიხარებოდნენ ცალკე და არის კანონები. ნუ ვისაც მოძღვრის კურთხევით რა დავუშვათ, რა არის საზომისადმი, მისისა ახლა შეიძლება ყველას ერთნაირად არ შეუძლია და ვერ შეუძლია ერთნაირი ზომის ლოცვა რა, ხანგრძლივობით იქნება დატვირთვა. მაგრამ რაღაც რაც თავისი ზომის შესაბამისად, რომ ითხოვოს ვედრება, შეწევნა ითხოვოს. იმიტომ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ჩვენ ზოგჯერ ვერც ვამჩნევთ ხოლმე, ისეთი რაღაცებისგან გვიხსნის ხოლმე, უფალი, მფარველი ანგელოზი, რა თქმა უნდა, ღვთისმშობელი ისე გვეხმარება, განსაკუთრებით კარგი არის ღამე ლოცვა, 11 საათს მერე, 12-ის მერეც. ნუ ღამეს კი ნუ გაათენებთ, მაგრამ თორშობაში ღამეც ლოცვა, ნუ 11-ის მერე ჩაწყნარდება სადღაც, ხო, ღამისკენ უკვე. თუ ისეთი ის არის, საშუალება გაქვთ, რომ მარტო დადგეთ და ილოცოთ. ღვთისმშობლისადმი, წყნარი მშვიდი გარემოში ილოცოთ. აუცილებლად იგრძნობთ, იქვე იგრძნობთ. აი როგორც ვთქვათ, სიმბოლურად ვთქვათ, 15 წუთშივე იგრძნობთ ღვთისმშობლის არ ვიცი როგორ მოახლოებას თქვენთან. იგრძნობთ იქვე, ცოტა ხანში. იგრძნობთ ღვთისმშობელი როგორ არ ვიცი როგორ შემოდის. როგორ იგრძნობა მისი ლოცვა თუ გავლენა თუ არ ვიცი რაღაცნაირად გამოუთქმელია მას თვითონ ადამიანი მიუწვდომელად გრძნობს და აუცილებლად იგრძნობთ ამ დაცვას ღვთისმშობლის. მე რა თქმა უნდა სახლში როდესაც როცვლობთ ეს ღვთისმშობლისა ლოცვა წმინდავს გარემოს სახლისა იცავს, სულ წმინდავს, ამშვიდებს, განდევნის ბოროტ ძალას. განდევნის, იმიტომ ჩვენ თითქმის გარშემო შემოსეულია ეს ბოროტი ძალა, ჩვენ ვერ ვამჩნევთ ამას. ვერ ვამჩნევთ და გონია არაფერი რა, არაფერი. პავლე მოციქულის სიტყვები გაიხსენებთ, თუ ჩვენი ბრძოლა არის არა ხორცსა და ეს როგორ არის ზუსტად წარმოგებს სიტყვებს, არამედ უხილავ დემონურ ძალებს, წინააღმდეგ, რომლებიც იმყოფება იმ ვთქვათ
ჰაერის შრეებში, რომლებიც არის ახლა იქ სხვანაირად ჩანს, როცა ადამიანს აი ეს ამას სოფლის ვთქვათ მისი აპკი ამას სოფლის ამას სოფლის ასე ვთქვათ სპეციალურად მისთვის არის გაკეთებული ადამიანისთვის არ არის საჭირო ამის ნახვა. იყვნენ წმინდა მამები, რომლებიც ხედავდნენ ამას. ამიტომ ესო ჩვენ დავინახოთ, ფსიქიკა ვერ აიტანს ჩვენ. იყო მხატვრები, იყო რა თქმა უნდა ესე წმინდანები, იყო ფსიქიურად დაზიანებული ხალხიც იყო, ვისაც რაღაც მომენტში რაღაც გაელვებაში ეხსნებოდა ეს პორტალი, ეხსნებოდა ეს ფარდა ვარდებოდა. აღარ ჩამოთვლება სახელებს, გვარებს, დიდი თემაა და ვარდებოდა ეს რაღაც დროის განმავლობაში საშინლად ხდებოდნენ. მათი ფსიქიკა რადგანაც ვერ იტანდა ამას. სულ სამკურნალო მდგომარეობაში შედიოდნენ, იმიტომ რომ ძალიან მძიმეა მის დანახვა, რაც ხდება, ის ჩვენ რასაც ვერ ვხედავთ. თუ ეს უკონტროლებელია ეს ხილვები, მაშინ ძალიან ცუდი ადამიანის ფსიქიკა. ყველა ტალღარო ერთად ჩაურთო რადიო ტალღა, ყველა ერთად რო ჩართო. აი წარმოიდგინე და თავში როგა გაი ყველაფერი ერთად, აი ეს რაღაც აი ერთად ფსიქიკა ვერ იტანს. ამიტომ ფსიქიკის უზარმაზარი პოტენციალი ადამიანში არის, ოღონდ ეს უნდა იყოს კონტროლირებადი, მოწესრიგებული, სულიწმინდის მიერ. და უკვე ავიღოთ მამა გაბრიელის თუნდაც შემთხვევა ავიღოთ, თუნდაც სერაფის აროველის ავიღოთ, შიომ გვიმელის, შერგი დადონის, რა ვიცი, რამდენი ჩამოთვალე. ვისაც გახსნილი ქონდა ბევრი რაღაცები. ეს რაც ვიცით კიდე, რაც არ ვიცით, რასაც არ ამბობდნენ ისინი, ხო? თუნდაც მატრონა, ხო? წმინდა მატრონას ხილვები და ასე შემდეგ. და ასე შემდეგ. და ხა იყო ვიზიონერები, იყო ასე ვთქვათ, მეცნიერებიც იყო, რომლებსაც ჰქონდათ გახსნილი. მეცნიერად ციოლკოვსკი ვერ წარმოიდგინე, ციოლკოვსკი კოსმონავტიკის ფუძემდებელი. მას ჰქონდა ხილვები ესეთი. ეს ხა მართლმადიდებლური იმაში არ შედის ავტორიტეტში, მაგრამ ჰქონდა მას ესეთი ისინი, აღარ ვლაპარაკობს სხვებზე. ამიტომ ესენი ჰქონდათ. და ბევრი შეიძლება გოროდისაგანაც იყო, ბევრი იყო მათი სტუნება, ასე ვთქვათ, ვიზუალური სტუნება, მაგრამ იყო დაზიანებული ხალხი, რომლებსაც იმდანად დასტუნებდა, რომ ჰალუცინაციებში აგდებდა. ეს ცალკეა. მე როცა ხმები ესმით უკვე, ეს უკვე ცალკეა. ეს ყველაფერი უმიზეზოდ არ არსებობს ბოლი, ორთქლი არსებობს ცეცხლის გარეშე. ის აუცილებლად იმის უკან ის ძალები დგას. ხა ამას ამიტომ მოვაბი ამხელა დემონოლოგიური ის ვთქვათ გადახვევა, რომ თიშობელი ამ ძალებისგან იცავს და მეცაც ვიტყვი, თიშობელს შეუძლია უკვე თითქმის ჯოჯოხეთში მყოფი, აქ არის მიწაზე ცოცხალი ადამიანი, მაგრამ ესეთ შემთხვევები იყო, რომ სული გაყიდა ადამიანი. გაყიდა სული, ხა აღარ ვიტყვი დიდი ისტორია, რატო გაყიდა, რის გამო, ძირითადად აპარტაუნების გამო სულს განვადებით და ერთბაშად აბარებენ. დღესაც იაფად და მუქთად ყიდიან სულს. ფულის გულისთვის, მამონას სულს რომ მიყიდი ადამიანი მამონას. დემონური არსება არის. რო ყიდის, მე საწაიყვანს ის ნეტა. ვინ მიხვდება ამას, ხო? საწაიყვანს. აქვს თავისი ისინი, მე სხვა არსებებია, რომელსაც ეს კოსმიური სულები, დაცემული სულები, რომელსაც შეუძლია უზარმაზარი ძალა უფლება აქვს. ამიტომ იმათ კი წაერთვათ ხელმწიფება, კი წაერთვათ ჩამოაგდეს, ხო? ბაშოს მილტონის დაცემული დაკარგული სამოთხეს თუ წაიგავ. ესეც არის საეკლესიო ავტორიტეტი, მაგრამ იქაც ვიზიონერული, დანტეზე აღარ ვლაპარაკობ და ასე. მაგრამ ძალები შერჩათ მათ ეს ძალები. სერაფის აროველი ამბობს, უფლება რომიც დაფქვავენ, თელ დედამიწას დაფქვავს. მოსპობს ადამიანს, არაფერი ადამიანი გასუფლებას, გადაფქვავს ყველა. აჩერებს, ქრისტემ გააჩერა ეს. გააჩერა და თიშობელი ამას აკუთრობს. თიშობელს შეუძლია ადამიანის სული, რომელმაც გაყიდა სული. და უკვე ხედავდა, რომ ცოტა ხანში მოხდებოდა ეგრევე უკვე იმის წინ ის მისი წამყვანი ედგა, უკვე იმის კონტურებს ჭრედდა. და მიხვდა, რომ საზარელი დრო ელოდა, საზარელი მარადიულობა ელოდა და დაიწყო ეკლესიაში მივიდა მოზღვართა სინანული, ახსენილი არის კიდევ. და ღვთისმშობელი გამოეცხადა, მაგრამ ილოცეს და ღვთისმშობელი მოვიდა. და ის ასე პაქტი, რომელიც დაწერილი ჰქონდა, ერთი ინახება იმ ადამიანთან, სისხლით დაწერილი, ვინც დაწერა და ერთი მიაქვს ჯოჯოხეთში იმ დემონს. და ღვთისმშობელი გამოეცხა, პირდაპირ მოვიდა ღვთისმშობელი. და გამოიძახა ღვთისმშობელმა დაუძახა და პირდაპირ ჯოჯოხეთთან ამოატანინა ეს ფაქტი, ის რომელიც წაღებული ჰქონდა იმ სულს და დაწვეს ეს ფაქტი. დაწვეს ეს, რაც ჰქონდა ამ კაცს და რაც ჰქონდა იმ სულსაც. ესეთი ნატურალისტურია ცოტა ეს შედარება, მაგრამ ეხა რაც ვიცი, რომ
ეს ფაქტები არსებობს. რაც არ ვიცით კიდე, ის რაც ჩვენ არ ვიცით, არ ცოდვაოვნებით, არ ცოდნა უფრო მეტია, იმიტომ რომ ჩვენი ცოდნა მხოლოდ წვეთია იმ ოკეანეში, რასაც ვერ ვხედავთ ჩვენ. და ამ ყველაფრისგან იცავს და გაანთავისუფლა ეს ადამიანი. გამოიყვანა ამ მდგომარეობიდან, გადარჩა მის სულ. უცილობდა წაიყვანა, გაიხსენეთ. ეს გოეთეს ფაუსტი, ესენი ქერაგო, ეს ყველაფერი ხო იცი? ეს დაწერილი სულ ისტორიული პროტოტიპებია, სულ პარაცელსი, აგრიპა, ტრიტამიუსი, ესენი პროტოტიპებია. ვინც ისტორიულ პროტოტიპებს დოკუმენტებზე არ აგებული ეს და შემდგომ ლიტერატურიზირებულია. რომ ამის უკან რეალური იდგა ხალხი, რომლებსაც სული ესე ჩააბარეს და ცუდად დაამთავრეს ზა. ვერაფერი ვერ შეცვლის ადამიანის სულს. ვერანაირი ვერც ფული, ვერც თანამდებობა, ვერც სიამოვნებები. ნუ რამდენი ხანი უნდა გაგზავნოს სამი წელი სიამოვნება? 40 წელი, 50, რამდენი, რა ვიცი. 20, ძირითადად 25 წელი. მაგალითად ფაუს 25 წელი ქონდა. სხვას 20 იყო 12 წლიანიც ფაქტები. გააჩნია. სიამოვნებები და ცოტა ხანი ორგიები, სულ ამ აქაურის ჰედონისტური ცხოვრების მაქსიმალური პარამეტრები. და ეს ყველაფერი შემდეგ გადის და თავდება, რაც უფრო გადის ვადა, მით უფრო უახლოვდება ის დემონი და უმართავი ხდება. და მისი ხელმწიფება უკვე იმდენად ძლიერი ხდება, რომ ადამიანი უკვე ვეღარ უძლებს. უკვე თან გადის ვადა, რომ გადის წაყვანის წინ. ეს დიდი თემებია, ამიტომ მაგრამ ღვთისმშობლისადმი ვედრებას, როგორც ღვთისმშობლის უძე არ შეუძლია ღვთისმშობლის სატანა, ეს ღვთისმშობელს ვერ უძლებს ღვთისმშობლი. ნუ ქრისტეზე აღვლება, უფალზე აღვლება. აი ჩვენთან ყველაზე ახლო არის მეოხი ჩვენი სულის, ის რომელიც არ დაექვემდებარება სამჯეროს, ხო? ღვთისმშობელი. სამჯეროს არის პირიქით მეოხია ჩვენთვის იქნება. ამიტომ ღვთისმშობლისადმი ვედრებას განსაკუთრებით ესეთ დღეებში, მაგალითად ხვალ, ღვთისმშობლის თაძრად მიყვანება სხვა დღეებში ყოველთვისაც რატომაც არა ყოველთვისაც ღვთისმშობელი სულ მუდამ არადის ჩვენთან არის შენ უნდა იყო მასთან და უძახო როგორც შემწეს და მხარეს და ეს არანაირი ვინმეს ახლა არ ეგონოს ახლა ნატურალისტური შედარებები არ ეგონოს მხატვრული ალუზიები ან ილუზიები ან ანალოგიები ან რაღაცა მეტაფორები არა ეს არის რეალობის უბრალოდ სხვადასხვანაირი ფაქტების სხვადასხვანაირი კონსტატაცია იმიტომ რომ ამის ვერბალიზაცია ცოტა ძნელია, საერთოდ სულიერი რეალიების ვერბალიზაცია ცოტა ძნელია. მაგრამ რამდენად შეიძლება ეს სიტყვების უკან ჩვენ შეგვიძლია შევიგრძნოთ და ის გრძნობა ცოდნა თუ აქციოთ, რასაც გრძნობა ცოდნას უძახი, რომელიც განწმენდილი გულითა და გონებით შეიგრძნობა, შეიმეცნება. მინდა რომ გესურვოთ, რომ ქრისტემ კი იცით თქვა, რომ თავისი გამოხსნით აღასრულა გვიხსნა ჩვენ ცოდვისა, წყევლისა და სიკვდილისაგან. ეს სამი დემონური პარამეტრი იყო, რომელიც შეკრული იყო კაცობრიობით, ცოდვისა, წყევლისა და სიკვდილისაგან. და ვინც კვლავ უქვემდებარებს თავს ცოდვას, წყევლას და სიკვდილს, ვაი იმას, რომელმან ირწმუნოს, ხო? და ნათელი იყოს სხომდეს, რომელიც არაო დაისაჯოს, იმ დასჯაში რა იგულისხმება კი იცით? ჭენა კბილთა და იგულისხმება ის ყდია აქ რა დგას ამის უკან? აი მოღალატეები, უმადური ხალხი, მოძღვრის, ეკლესიის, მოღალატეები, უმადური ხალხი, გამყიდველები, გაორებული ადამიანები, ორმაგი სტანდარტით ცხოვრები ხალხი, ადამიანები, რომლებიც გმობენ პირდაპირ სულიწმინდას და შავზე თეთრს ამბობენ. ადამიანები, რომლებიც იცის რა კეთილია, ამბობს თეთრზე ამბობს შავია, არა და იცის რომ თეთრია. შავზე ამბობს თეთრია. იდეალიზირება და რომანტიზირება ბოროტებისა. ეს უჯოჯოხეთის კადრებია. სულ ფულიანი, რომლებიც მოუნანიებელი მდიდრები, რომლებიც მოუნანიებელი არიან, რომლებიც არა აბსოლუტურად სხვა სამყაროში ცხოვრობენ, სხვა ილუზიაში არიან. არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება. თუ არ შეინანა, თუ არ გააცნობიერა, არ იქნა მისთვის მართლმადიდებელი ეკლესიური მსოფლმხედველობა გაანალიზირებული, მაშინ ძალიან ძლიერ მდგომარეობაში იგდებენ თავს, ნათქვამია ხომ, როგორც აკლემი ვერ გაეტევა, იცით ხო? ასე ვერ შეეტევა. დიდარით. ამიტომ სინანული არის საჭირო. თავისთავად სიმდიდრე არის, ცოდვა არის მისი როგორ გამოყენება, მესაკუთრე არ უნდა იყოს ადამიანი. დიდარის კი არა, ვისაც ბევრია. დიდარი ის არის, ვისაც რაც აქვს, მალდობს ღმერთს და კმაყოფილდება იმით.
მინდა რომ დაგუსო და ყოველთვის მეკუთვნებელ გქარავთ, იმიტომ რომ დიდი თემებია ძალიან და სოფლის წყევლისა სიკვდილისგან გვიხსნა. ამიტომ ჩვენ სულ ვევედროთ მას, სულ დაგუსვა სამ ბოროტი ძალებისაგან, რომლებიც დაყვება ადამიანს, დაყვება და სულ ქრისტიანი შავსიაში არის, სულ დაყვება. სულ უნდა ყურადღება, სულ უნდა პატარა რაღაცა შეიძლება გონი არაფერი, ეს არაფერი, ის არაფერი. პატარა რაღაცა კაუჭი თუ გამოგდო, მერე ერთი აცილება პატარა დიდთან მიგიყვანს. ხილვად უნდა იყოს. განსაკუთრებით ამ მარხვა, შენ კი არ ვაშინებ იმას რაღაც. უბრალოდ თუ ამბობ. ფაქტს კონსტატირებ, როგორც ასკეტური რეა ეს ასკეტური ამაში არაფერი არის, უცხო ახალწლების ძახ ჩავხედოთ. თუნდაც ივანე კიბის აღწერილის სიგზებში, ხო? საფეხურები გახსერილია, უხილავები ბრძოლა ნიკოდემოს დაწმინდელის. სათროს მოყარეობა, რა ვიცი, პატერიკები და ასე შემდეგ, რამდენია. წაკითხო და დრო თქვი ამას და დამუშავება ამას, ამხელა დრო უნდა. ამას უნდა დაუწმო დრო. ბევრი დრო სასურველია. თორე იმდენი არის, რომ შენ დრო თქვი და ამის საშუალება, რომ წაიკითხო და ეს გაიაზრო ყველაფერი. თორე ამაზე სულ ამაზე ტრიალებს ყველაფერი. თხილად იყავ, იღვიძებდე, რათა არ შეხვიდე განსასწრებში და ყველა წმინდა ღვთისმშობელმა დაგიცვა თქვენ. ძალიან ბევრი რამის თქვა მინდა, მაგრამ უბრალოდ ქადაგების ფორმატ სდება. მე სხვა დროს შეიძლება პირად საუბარში ან ისე დავუძვით მისაუბროთ. მადლობთ, რომ ეს იყოს თქვენ ყოველთა თან ამ ყოველთა ღვთისმშობელი გყავთ.